მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ახალი სტუდიიდან. ჩვენი სამხედრო გადაცემა, სამხედრო თემატიკის გადაცემა აგრძელებს თავის მუშაობას და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ მეტად საინტერესო საკითხზე, რომელიც ეხება ყოველთვის ეხებოდა და დღესაც ეხება და მომავალშიც ასე იქნება სამხედრო განათლების საკითხებს. სამხედრო განათლების საკითხები ყოველთვის ყველა დროში უპირველეს ადგილს იკავებდა და როცა ჩვენ ვიხილავთ ამ ჭრილში, ჩვენ ვლაპარაკობთ იმ პერიოდს, ვეხებთ იმ პერიოდს, როცა უკვე საქართველოს სამეფო ტახტი გაუქმებულია და 1801 წლიდან ვებერთვა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოვექციეთ და საქართველოს მოსახლეობას დახვდა ეს ახალი ისტორიული ფორმაცია, რასაც რუსეთის იმპერია ერქვა. რუსეთის იმპერია 1801 წლიდან აწარმოებდა მთელ ამიერკავკასიაში თავის დაპყრობით პოლიტიკას. იერთებდა ახალ ტერიტორიებს და მთელი ხო პირველი ნახევარი, მეორე ნახევარიც, მეორე ნახევარის უკვე 1860-იან წლებამდე უკვე დაიწყეს აქ სამხედრო ოლქების შექმნა. მანამდე საქართველო არ იყო ორი გუბერნია იყო, ტიფლისკая გუბერნია და კუტაისკая გუბერნია. აქ იდგა კავკასიის ცალკეული კორპუსი. ხო და უკვე როცა მთელი დასავლეთ კავკასია უკვე შემოიერთა, ჩრდილოეთ კავკასია შემოიერთა, აქ უკვე დაიწყო საუბარი სამხედრო ოლქების შექმნაზე. კავკასიის სამხედრო ოლქი შეიქმნა და აქ უკვე ძირფესვიანად ჩამოყალიბდა აზრი, რომ მაშინ რუსეთის იმპერიაში მრავლად იყო სამხედრო სასწავლებლების ქსელი. პეტერბურგში, მოსკოვში, სხვადასხვა იმპერიის დიდ ქალაქებში ყველგან იყო სამხედრო სასწავლებლები. ამიტომ საკითხი დაისვა ასე, რომ თბილისშიც კავკასია ცენტრი იყო მაშინ და თბილისშიც უნდა შექმნილიყო სამხედრო სასწავლებელი. მაგრამ საკითხი როგორ იდგა იცით, ხო, უნდა შექმნილიყო სამხედრო სასწავლებელი, არ იყო ისე, რომ არ უნდა შექმნილიყო, უნდა შექმნილიყო, მაგრამ აქ თბილისში მანამდე არსებობდა კადეტთა კორპუსი. სადაც ბავშვები სწავლობდნენ, ეხლა დიდგვაროვანი ხო, დიდგვაროვანი, ხო, თავადაზნაურთა შვილებს ყველას არ შეეძლო იქ სწავლა, რასაკვირველია, მაშინაც რანჟირება ხდებოდა. ამიტომ კადეტთა კორპუსი იყო და საკითხი დაისვა და საკითხი საერთოდ რატო დაისვა? რომ არ ყოფილიყო მაშინ იმპერიაში ისეთი მოღვაწე, როგორც იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი და ადმინისტრაციული მოღვაწე, როგორც გრიგოლ ორბელიანი, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება სამხედრო სასწავლებელი არ შექმნილიყო კარგ ხანს. მაგრამ მაშინ იმ პერიოდისთვის ქართული საზოგადოება არ იყო იმისთვის მზად, რომ შექმნილიყო აქ უნივერსიტეტი. ცნობილი ფაქტი არის და რისთვისაც მზად იყვნენ ის განახორციელეს. გრიგოლ ორბელიანმა, როდესაც იმპერატორს მიმართა, იმის უფლებამოსილება მიანიჭა აქ. მარშალის იყო ის, ხო, თავადაზნაურობის უნივერსიტეტი და გრიგოლ ორბელიანმა კიდე სამხედრო სასწავლებელი. ეს იქცა იმის მიზეზად, რომ მამათა და შვილთა თაობებს შორის მე ცნობილი რასაკვირველია. კი, მართალი ვიზანდებით. საქმე იმაშია, რომ როცა საერთოდ შემოერთება მოხდა ჯერ კიდევ 1810-იან წლებში იმპერატორ ალექსანდრე პირველს მიმართა, მაშინ სამეფო კარზე სულ უცხოელები იყვნენ და ერთ-ერთი მოღვაწე პრუსიული წარმოშობის კრიუგერი იყო გვარად და შესთავაზა, რომ აქ შექმნილიყო სამხედრო სასწავლებელი, მაგრამ მაშინ პოლიტიკური ვითარება არ იყო მთლად დალაგებული, კავკასია ბორგავდა ჯერ ტერიტორიები. არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ კავკასიას შეინარჩუნებდნენ. რასაკვირველია, ამაში არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ შეინარჩუნებდნენ. ზუსტად ამის თქმა მინდოდა მე, ხო და ამიტომ ეს გადაიწია
50 წლით და აი 1960-იანი წლების დასაწყისში გრიგოლ ორბელიანმა შესთავაზა გამოიყენა რა თავისი პირადი ურთიერთობები სამეფო კარის კარზე მოღვაწე სამხედრო უდიდესი ავტორიტეტი. ბოლო შამელის დაჭერაში პირდაპირ მონაწილეობა მიიღო და ეხლა ანდრია პირველწოდებულის ორდენოსანი გენერალი და რასაკვირველია. სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. საერთოდ სახელმწიფო საბჭოს წევრები უნდა ყოფილიყვნენ პეტერბურგში, მაგრამ ეს გაუსვლელად კავკასიაში იჯდა. ანუ უდიდესი პრივილეგიით სარგებლობდა. მეც გეტყვით, გრიგოლ ორბელიანი რო გარდაიცვალა, თბილისის მოსახლეობა მას 2 კვირის მანძილზე ეთხოვებოდა. იმხელა დიდი დამსახურება ჰქონდა მას იმპერიის წინაშე, რომ ხელწამოსაკრავი პიროვნება ნამდვილად არ ყოფილა. ცოტა აკლდა მეფის დასრულებამდე რა ფაქტიურად. არ დასრულებდა. არა, ბარიატინსკი როცა ავად ხდებოდა, ის ომში ჭრილობების ჯანმრთელობის პატრონი იყო. ჭრილობები ქონდა მაგას ოხრად მიღებული და ამიტომ მეფის ნაცვლის როცა ის მიდიოდა კარლოვი ვარზე სამკურნალოდ იქ ცხოვრობდა ფაქტიურად. პრაქტიკულად ხო, ცოლის ქართველ მეუღლესთან ერთად. ორბელიანის გვარიდან, სხვა შორის, ხო. რომელიც ენათესავებოდა გრიგოლ ორბელიანს. ხო და აი ორბელიანმა შესთავაზა, ეს საკითხი განიხილებოდა უმაღლეს წრეებში სამხედრო სასწავლებლის შექმნაზე და მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ აკა იოლი არ იყო ახლა ყველაფერი ასე. ამიტომ 1862 წლის 1 სექტემბერს ეს თარიღი ჩვენმა სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ აღმოაჩინა საარქივო ფონდებში. ესე იგი გადაწყდა, რომ შექმნილიყო აქ თავდაპირველად დაწყებითი სამხედრო სასწავლებელი 50 ინტერნზე. 50 ინტერნის, ინტერნი ხო, კურსანტი თქვა. ხო, კურსანტი ასე ვთქვა. განლაგება არ წარმოადგენდა ისე ვთქვა, რა ქვია, სირთულეს. ამიტომ ეხლა თვითონ გრიგოლ ორბელიანი 1832 წლის თავადაზნაურთა ცნობილია შეთქმულების მონაწილე იყო. და რამის ერთ-ერთი ხელოვანები. სატუხას ხოში იყო სატუსაღოში და ცნობილ იმაში რაავლაბრის ყაზარმებს ეძახდა მთელი კვარტალი ეკავა შენობა ნაგებობებს, სხვაშორის მე შენობა ნაგებობები კი კარგად მახსოვს, სანამ აი საბჭოთა კავშირი რო იყო, იქ გაიიღო თუ გახსოვთ თქვენ. და იმ შენობებში დღევანდელი პრეზიდენტის სასახლის ნაწილი რა ნაწილი ხო უდიდესი ნაწილი მაგრამ ეხლა იქ უკან კიდე არის რაღაც შენობები შემორჩენილი ნუ ძალიან ცოტა მერე მაგათ 19 რევოლუციამდე იმ შენობებში იყო მენგრელსკი მე-16 გრენადერთა პოლკი იდგა მანდ ხო და აი იქ იყო განლაგებული მერე რაღაც პერიოდში გადმოიყვანეს ცნობილი თბილისელი ვაჭარი იყო ალელიშვილი ну, შენ წარმოიდგინე რა ვხდა. სოსო ალელიშვილი. ხო, იოსებ ალელიშვილი, ну, რუსულ გაფორმებაში ალელოვი იყო, მაშინ ну, წარმოიდგინეთ რა მხლა სახლი ქონდა, რომ 50 ინტერნი იქ განათავსა. დღევანდელი ნინოშვილის ქუჩაზე. ხო, ნინოშვილის ქუჩაზე, ხო. სადაც ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია. ხო, ეს სახლი ახლაც არის. არის შემორჩენილია. იქ რაღაც სხვა დაწესებულება არის. და მერე უკვე 1800, ესე იგი, უკვე როცა ჯერ უკვე იყო სასწავლებელი, უკვე 1864 წელს, ესე იგი, არა, 1872 წელს, ესე იგი, კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო უწყებამ უკვე გასაღებით ჩააბარა. აი, შენობა ნაგებობები, რომაშინ აშენდა 1872 წელს, დღემდე დგას. დღემდე, აი, დღემდე არის შემორჩენილი. ერთი ბზარის კი არა ახლა. ბზარი ახლა შეიძლება იქ შიგნით რაღაც არის, ხო? ხო, მაგრამ 100 წელი კიდე დღემდე შემორჩა შენობა ნაგებობები უცვლელად. სადაც დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო. ხო, სადაც დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო არის, სამხედრო პოლიცია არის, ну ეხლა ის პლაცზე მანქანები დგას და არამიზნობრივად იყენებენ და საერთოდ ის შენობა ნაგებობები სასწაულად გადარჩა და შემორჩა დღევანდელ დღეს. ну შემორჩა, იმიტომ რომ ალბათ 70 წელიწადი იქ სამხედრო სასწავლებელი იყო, მე სხვა ობიექტები. ისე ენამარ გვიყვილოს და ვიღაცამ ეხლა მშენებლობისთვის არ გამოიყენოს ეხლა ეგ. არაფერი არ არის გამორიცხული. ახლა ჩვენი ყოფილი სამინისტრო რო იყო, დღეს გავიარე და სადაც ჩვენი პლაცი იყო, ეხლა იქ არის უზარმაზარი სათამბჯენი აშენებული იმის ადგილას. უკვე? დიახ. პლაცის ადგილი. პლაცი სადაც იყო ჩვენი, აი რუსული ზაკორო იყო, მანდ რო ვიყავით ჩვენ.
აი მათ უზარმაზარი კაცი ის იქ ხო ის ჩვენში რაში გვაინტერესებს ის ზაგებედი ამას არ ეწიოს არა მგონია ქალაქის შუა ცენტრში ეს არის ძეგლია ხო გასაგებია მაგრამ არ მგონია რომ ისტორიულ ძეგლს ხელი ახლონ ახლა ну რა ვიცი ახლა ყველაფერი ხდება ხო ამათში ხო ყველაფერი ხდება ყველაფერი არა დაზოული არავინ არ არის მაგრამ ну რა ვიცი ჩვენ ვიქონიოთ რომ ეგეთი რაღაცა ამ ობიექტთან არ განხორციელდება მით უმეტეს იქ თავდაცვის სამინისტრო არის განლაგებული და ამ შენობა ნაგებობის ისტორიაზე მაგანის საქმის კურსში არიან არსენალის ეგრე იყო მაგრამ განადგურეს არსენალი სხვა სიტუაცია იყო აქ უფრო სამხედრო დაწესებულებაზე ლაპარაკი მოკლედ ასე იყო თუ ესე იგი პირველი გამოშვება უკვე განახორციელა 1865 წელს ну 1865 წლიდან და ვიდრე 1917 წლამდე ამ სასწავლებელში დირექტორები ძირითადად რუსები იყვნენ ქართველი არავინ არ ყოფილა მაგრამ ვინც კი დაამთავრა ეს სასწავლებელი უკვე პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე ну 50 კაცზე მეტი გენერალის ხარისხში იყო და 1877-78 რუსეთ-თურქეთის ომშიც კი მიიღო მონაწილეობა და თავისი სიტყვა თქვეს ხო იქ თავისი სიტყვა თქვეს 1905 წლის ომში ხო ძალიან გენერალი მაზნიაშვილი ჩვენი ხო ვლადიმერის ამასთან დაკავშირებით ორდენი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით მე დავთქვა რომ ჩვენ ახლა მაშინ 2018 წელს აკადემიის რექტორი იყო მაშინ ზაზა ჯაფარიძე ჩვენ ძალიან გვერდში ამოგვიდგნენ და აი ეს წინვალი ნაშრომი ჩვენ გავაკეთეთ სამხედრო კადრების სამჯელო მთელი ეს სამხედრო სასწავლებლის ისტორია ასახული ამ ნაშრომში ბიბლიოგრაფიული იშვიათობა ხო ეს უკვე არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობასე მე მგონი დროა ბატონო მამუკა ვიფიქროთ რომ რაღაც მეორე გამოშვება ან რაღაც ისეთ ნუ ეხლა აქ შესწორებებით და დამატებებით რა თქმა უნდა დაემატა რაღაცეები შესწორებები ხო მით უმეტეს ჩვენ ხომ ცოტა ეგზემპლარი გვარგუნეს მაშინ შეიძლება ამის ეს ელექტროვერსია არსებობს და გვაქვს ეს ტექნიკური საკითხის ის არის გადასაწყვეტია ხო და აი აქედან ჩანს ყველაფერი ვინ რა როგორ რა დამსახურება ქონდა ქვეყნის წინაშე ყველაფერი უბრალოდ გული რაზე მწყდება ისიც ბატონო ნამუკა გული მწყდება იმაზე რომ ჩვენ ამ წიგნში დავადგინეთ თარიღი 1862 წლის 1 სექტემბერი და მაპატიეთან ეს კომისიური წესით იქნა დადგენილი რასაკურველია მე აი საბუთი მაქვს თან მოტანილი რომ ჩვენ ვიმუშავეთ ეს ხომ ხაერიდან არ არის რა ეს არის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის იზორიას ბრძანებით შექმნილი კომისია არის ბატონო ჩვენ ყველას ხელის მოწერები გვაქვს აქა და მე შევიდა ცვლილებები იმიტომ რომ მანამდე თარიღი იყო 28 მაისი ანუ გაერთიანებული სამხედრო აკადემიის დაარსების დღე მე მივიღეთ ესეთი ახლა უკვე ახლა როგორც მე გავიგე აღარ აღნიშნავენ იმ თარიღს 1 სექტემბერს და აღნიშნავენ აგვისტოს 20 აგვისტო აიღეს ანუ ქართული სამხედრო სკოლის შექმნის დღე ну ის ეროვნულიაო ასე მითხრეს მე ну ჩვენ მაინც ჯობია რომ თავდაცვის მინისტრს მიმართოთ ოფიციალურად გაგვიმართოთ ერთხელ და სამუდამოდ არა გაირკვეს არა უნდა გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ რატომ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ესე ხო არ შეიძლება რამდენი ახალი ჩვენ რას ვითხოვთ თავისნებაზე რო შეცვალოს ბატონო მოგო ჩვენ რას ვითხოვთ რომ ჩვენ ვითხოვთ რომ მოგცენ გამარტება რის საფუძველზე მოხდა ამ თარიღის შეცვლა და აი თავდაცვის მინისტრის ბატონ იზორიას ბრძანების ანულირება რამ გამოიწვია თუ მაშინ ეროვნულ საკითხზეა ლაპარაკი რა ვიცი მე აკადემია მაქვს დამთავრებული უკრაინაში და იქ როგორ იყო იცით 92-ში კი შეიქმნა ეს ეროვნული თავდაცვის აკადემია იქ კიევში ჩვენერი ვარიანტი ჩვენერი ვარიანტი მაგრამ იქ 1864 წლის არ მახსოვს რომელი დღე და ეს რიცხვია მაგრამ 1000-ს იქიდან იწყებენ 1864 წლიდან ბიჭო ისინი თუ იწყებენ 1000-ს ისიც ხომ კოლონიალური პერიოდი იყო ნუ ჩვენთანაც კოლონიალური პერიოდი იყო კი ბატონო კაი მესმის იყო კოლონიალური პერიოდი მაგრამ ამასიანად ერთს ველაპარაკე და რა მნიშვნელობა აქვს რომელი თარიღი იქნება მთავარია რომ სამუზეუმო სივრცეში ხომ არისო ის პერიოდი ასახულიო კი გასაგებია რომ არის ასახული მაგრამ ვის აქვს უფლება შეცვალოს თარიღი თან ახლა სამუზეუმო სივრცეში რა კონტექსტით და როგორი ტექსტია მაგასაც ხო მნიშვნელობა ასაკობელია ხო ეხლა
цаრისტული პერიოდი დამთავრდა. 17 წელს. მეცნაც გეტყვით, 17 წელს რო დამთავრდა, ბოლო სამხედრო სასწავლებლის უფროსი იყო გენერალ-მაიორი ზაგიუ. დედით იყო ყარანღოზიშვილი იყო, ქართულ პლატფორმაზე იდგა. ის იყო ბოლო უფროსი, რომელმაც ბალანსიდან ბალანსზე ქართულ სინამდვილეს გადასცა ყველაფერი. დარჩა თვითონ ქართულ აკადემიაში მოღვაწეობდა. დარჩა ის პერიოდი სამხედრო სკოლაში ის მაგი მოღვაწეობდა. აქ და არ ვიცი სად დაიმარხა ის კაცი, მაგრამ ფაქტია რომ იმიტომ რომ მისი ქალიშვილები აქ დარჩენ, აქ გათხოვდნენ. და აი მე მისი არქივი აი ვერ მივასწარი რა და წაიღეს რუსეთში. აბსოლუტს. მაგას კიდე ძმა ყავდა, ის თეთრ არმიაში მსახურობდა. მე იმისი ალი დაიკარგა რა. მალევე გარდაიცვალა ეგ როგორც ვიცი რა. ხო. არა, იქ როგორ იყო ორი ძმა იყო. ერთი ძმა მე საბჭოთა პერიოდში საბჭოთა არმიაში გენერალიც იყო. ეგ მაგის ძმა იქნება. მაგის ძმა იყო, ხო. ხო და ისე ეს ხო და მაგის თქმა მინდა რომ გადააბარა ქართული სამხედრო სკოლა შეიქმნა 1918 წლის 20 აგვისტოს. ხო და დღევანდელი თავდაცვითი აკადემია აღნიშნავს აი იმ თარიღს 20 აგვისტოს აღნიშნავს. არა აქ ნიშნულობა ეს 20 აგვისტო იქნება თუ 1 სექტემბერი იქნება. ის მაინც ერთობლიობაში ერთი ისტორია, ერთი სასწავლებლის ისტორია. ეხლა так რომ ორი გამოშვება განახორციელეს მაშინ ქართულ სამხედრო სკოლაში ჩვენ მახსოვს ჩვენ გადავეცით იმას სამუზეუმო სივრცეს სამკერდე ნიშნები და იქ ექსპოზიციაში დევს. წმინდა გიორგის გამოსახულებით რა. ხო და რაღაცები და მე უკვე აქ 21 წელს როცა შემოვიდა უკვე რსფსრ-ის ჯარი აქ ადგილზე შეიქმნა აქ უკვე ადგილზე აქ შეიქმნა ქართული წითელი მეთაურების სასწავლებელი კურსები და მე მალევე სასწავლებლად გადაგაკეთე. ხო, კურსები იყო. აქ ბევრი კურსები იყო სხვაშორის. ბაქოს კურსები იყო ატომზე აქ. ხო, მე ნიაზი იყო მაგრამ. ხო, ნიაზი იყო. გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი იყო. და ქართული წითელი დროშის ორდენის კავალერი. კი. და აი ამ იმაში რა ქვია კურსების მერე უკვე შეიქმნა Цифрийская пехотная школа. მერე შეიქმნა გაერთიანებული სამხედრო სკოლა, სადაც გაერთიანებული იყო აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ერთად. მერე გაიყო და უკვე სადღაცა როცა 29 წელს შეიქმნა საარტილერიო დივიზიონი რო შეიქმნა, მერე უკვე სადღაც 38 წლიდან ამ სასწავლებელს დაერქვა სამთო საარტილერიო სასწავლებელი და ეგრეს იყო. ესე ერქვა მას ლამის აი ომი რო დამთავრდა, ჯერ კიდე სამთო საარტილერიო სასწავლებელი იყო. ანუ ერთ პერიოდში ეს სტატუსი მოეხსნა და მე ისე აღადგინეს, რამე თუ ჭირდებოდათ სამთო არტილერისტები უკვე თურქეთს რომ მიზნებდნენ. ეს ფაქტია. ხო, აღადგინეს, მე უკვე ხრუშოვმა გაანადგურა ეგ. მე უკვე გაანადგურა, კი. ჩვეულებრივი სასწავლებლის რანგში დააქვეითა უკვე ეს ისა. არა, ეს იყო საინტერესო სასწავლებელი, ჩვენ ხა ბევრჯერ თქვენს და მეც მონაწილეობდით ობიექტივში ბატონ გურამის ჩვენი უფროსი მეგობრის, ჩვენი მასწავლებლის, ხო, და ძალიან ბევრი გადაცემა ჩვენ მიუძღვენთ აი ამ თემატიკას საერთოდ. ხო, და მერე უკვე ბოლო აკორდი იყო, რომ ეს წიგნი შეიქმნა. იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, ყველაფერი აი აქ აისახა, ამ ნაშრომში აისახა. ტრაგიკული ბედიაცია ამ სასწავლებელს. ბევრი ემიგრაციაში წავიდა, ჩვენი სამხედრო მოღვაწეები საზღვარს იქით აღმოჩნდნენ. ზოგი რუსებთან ბრძოლას შეეწირა, ზოგი ფაშისტებთან ბრძოლას, გერმანელ ფაშისტებთან ბრძოლას. ხო, აი ეს არის ტრაგედია. ეს არის ტრაგედია, ხო? დამეთანხმებით, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა გაწყვეტეს ჩვენი ეს ხალხი ორივე მხარეს ზოგი აქ დარჩა, ზოგი იქ დარჩა, ვინც აქ დარჩა დახვრიტეს, ვინც იქ დარჩა წვალებაში და უბედურებაში გაატარა აბა რა ყოინიტაძე მთელი თავისი ცხოვრება მაწონს ყიდა და ცხოვრობდა საზღვარგარეთ. ლამის 50 წელი იცხოვრა მან საზღვარგარეთ, ხო? ხო და მაზნიაშვილი კიდე დაბრუნდა და ეუნებოდა ის, ნუ მიდიხარა, დაგხვიტავენ. არ დაუჯერა. ცხოვრობდა თავის სოფელში და აი ასე გადაუხადა. რაღაც პერიოდი გენერალ მაზნიაშვილი ქართულ წითელ დივიზიას მეთაურობდა რაღაც პერიოდი. არა, ის იყო, არა, კი არ მეთაურობდა, იყო კომდივის არა,
ინსპექტორ კავალერია. ეგ მე რკკა. ერთი მომენტი დივიზიას მეთაურობდა. შეიძლება იყოს. მისი შთამომავლების წერილი არის რა, რომ თქო აი გაითვალისწინეთო მამა ჩვენის დამსახურებაო წითელი არმიის წინაშეო და და გაითვალისწინეს. არაფერი არ გაითვალისწინეს. არა, თავიდან ხომ გაითვალისწინეს. თავიდან კი, მაგრამ მივიწყეს მე. იყო როგორც შაითან კაპიტანი. მაგი იყო დაპატიმრებული 23 წელს, მაგრამ გამოუშვეს. ალბათ იმიტომ გამოუშვეს, რომ დამსახურება ქონდა აჭარასთან მიმართებაში. მაგ 23 წლის მერე მეთაურობდა ზუსტად დივიზიას და იმაში კაცში 27 თუ 28 წლამდე. და მე უკვე ესე ტრაგიკულად წავიდა და აუცილებლად ალბათ ოროდი თქვენ აი ესე იგი არაჩვეულებრივ თემას შეეხეთ რა ეხლა და დისლოკაციის ადგილზეც ვილაპარაკოთ ხო ალბათ? კი, რასაკვირველია, აუცილებლად ხო? ჩვენ ახლა ვიცით ხო, რომ 92 წელს ერთ-ერთი პირველი ნაწილი, თქვათ, ну, ნაწილი იყო ხო სამხედრო სასწავლებელი. პირველი იყო ეს Тбилисское высшее артиллерийское красное знамёное ордена Красной Звезды командное училище, რომელმაც დატოვა დისლოკაციის ადგილი და გადავიდა ეკატერინბურგში. ამ შენობა ნაგებობებში განთავსდა მაშინ უმცროს და უფროს, არა, უმცროს ოფიცერთა კურსები. კურსების უფროსი მაშინ იყო შუბლაძე და შტაბის უფროსი ხო, აი, რომელიცაც 7 ივლისს შეუსრულდება 60 და რამდენი 12 წელი შეუსრულდება. ну, მაგას ჩვენ ცალკე ვიტყვით და ცალკე მიულაც ჩვენი უფროსი მეგობრია და ჩვენი კოლეგა არის. მადლობის მეტი რა გვეთქმის, როცა რაც აქ გვჭირდება და გვერდში მდგომი ადამიანი არის. აი, პოლკოვნიკი იყო მაშინ შუბლაძე, დაინიშნა კურსების უფროსად, შტაბის უფროსად დაინიშნა მაშინ პოლკოვნიკი იყო გია შერვაშიძე. მერე, ну, მერე გენერალები გახდნენ, ხო? მაგრამ აი ეს იყო როგორი თემაა, იცით? საწყისი ეტაპი იყო. პირველი ნაბიჯი. ხო, პირველი ნაბიჯი იყო და მერე უკვე ამის საფუძველზე იქ შეიქმნა უკვე გაერთიანებული სამხედრო აკადემია. ეს რომელიც შეიქმნა, ესე იგი 92 წლის თუ მე არ ვცდები 15 თებერვალს უშიშროების საბჭოს ის იყო რა, დადგენილება იყო ასეთი და შეიქმნა. იქ იყო სხვადასხვა ფაკულტეტი. სახმელეთო ფაკულტეტი იყო, საზღვაო ფაკულტეტი იყო, სატანკო იყო, ხო, სატანკო იყო, შინაგანი ჯარები, შინაგანი ჯარი იყო, სასაზღვრო იყო, მე სასაზღვროში რომ მსახურობდი, ექსტერნად გვატარებდნენ რა, რომ ის აქვია დიპლომი მეგვეღო, ხო? საერთო საჯარისო იყო იქ მიმართულება იყო სასაზღვრო. იყო კიდე ავიაციის ფაკულტეტი იყო. ხო, ფაკულტეტის გოტეფნაძე ძალიან დიდი ფაკულტეტის უფროსი იყო ის რა ქვია, ბადრი დოლიძე. ხო. ძველი ავიატორი, ხო. სარდის ამიერკავკასიის ოლქის სარდის პირადი მფრინავი იყო. ხო. ну, აი ეგ ფაკულტეტები იყო იქ. ну, თქვენ პროექტორები ბრძანდებოდით. ხო, მე ცოტა ხანს მომიწია პროექტორობა მანდ, მაგრამ ну, 100 თვისია ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი, მაგრამ მე მეცნიერები მაპატია და ჭყალებში ჩარეცხილები უწოდეს და გააუქმეს, შტატის გააუქმეს და მეც აღარ ვიყავი უკვე და რეალურად აკადემიაზე გააუქმეს, თქვათ რა. ხო, ну, რეალურად მაგ დისლოკაციას ვიზარდი, გორში რო გადაიტანეს, გორში უნდა არა, ჯერ არა, როგორ იყო იცით? ეგრე არ იყო. ჯერ გადაიტანეს კრწანისის რაიონის სოფელ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანიშში. ყოფილი ზოოვეტის ბაზაზე. ну, ზოოვეტის ბაზა გაპარტახებული დაგვდა ჩვენ უკვე მაშინ, საშინელება იყო რა, მაგრამ იქ რომ სათანადო დაფინანსება ყოფილიყო, იქ შეიძლება ახლა როგორც ვიცი იძახიან რომ იმ კედლებში უნდა იყოსო მაზნიაშვილის სახელობისო სამხედრო ლიცეუმი, როგორც ქუთაისში რო არის კოინტაძის სახელობის. ну, მე მგონი უფრო ფიქრობ გაიხსნება. ძალიან კარგი იდეა და მივესალმები. ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს ბავშვებისთვის იქნება და იქ არის დასავლეთ საქართველოს, ხო, ჩვენ იმათან მემორანდუმი არაჩვეულებრივად არის ორგანიზებული ყველაფერი, აი მოულილა და ძალიან აი აღტაცებული დავრჩა. მადლობის მეტი რა გვეთქვეს, კი. კარგად არის გაკეთებული, რაც კარგი ხდება, კარგია. ბატონო პოლკოვნიკი გოლეთიანი არა თუ ხო, პოლკოვნიკი გოლეთიანი ძალიან ესეთი რო იგრძნობა რომ ვაშკაცი კაცია, კი. ვაშკაცი კაცია, რომელიც ამ მამა პრაქტიკულად ამ მამას ავთაყოსი ბავშვი. ხო რა, ხო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ძალიან. იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოკლებულები ვიყავით ახლა საბჭოთა პერიოდში, ჩვენ ასეთი კადეტთა корпуსი არ აყვავდა, მაგრამ იყო ლესელიძის სახელობის გენერალ-პოლკოვნიკ ლესელიძის სახელობის სკოლა-ინტერნატი მეტრომშენის დასახლებაში.
სადაც სწავლობდა უამრავი ისეთი ქართული არმიის გენერალი ახლა რო არის, რომ მაშინ პირველი საწყისი, ნუ პოლკოვნიკებიც გახდნენ მე, აი კობა ლაჭყებიანი ჩვენი ძმა და მეგობარი. ხო, დაამთავრეს აი ეს სკოლა ინტერნატი. იმიტომ არ იყო საწყისი სამხედრო. ხო, არ იყო. ხუბულური იყო პირველი ლეგენდარული პიროვნება, ცალხელ გენერალი. ცალხელ გენერალი. ხო, მაგ იყო, მაგ დაწესებულების მე იქ უფროსი მე იქ ერთი პერიოდი გუჯაბიძეც იყო უფროსი ნოდარი. არაჩვეულებრივი კი, კაი კაცი იყო პირველი. უმაღლესი რანგის შტაბისტი ისეთი. კი, დახვეწილი. სამხედრო პიროვნება, კი. სტილობიანი ინტელიგენტი. გვარდიის შტაბის უფროსი იყო, მე შინაგანი გენშტაბის უფროსი იყო ეს პერიოდი. მოვალეობას ასრულებდა. მოვალეობას ასრულებდა, კი. ნუ აი ეგეთი პიროვნებები იყვნენ და ემსახურებოდნენ თავის ერს და ახლა თუ აქ იქნება ნაზნიაშვილის სახელობის ლიცეუმი მაგის მეტი კარგი რა გაკეთდება ჩვენ ოღონდ მივესალმებით და ბენდელიანის სკოლაც იყო ერთხელ აქ ბენდელიანის სახელობის სკოლა იყო ფრინავების კი როცა აი მას ზუსტად მაგის თქმა მინდა როცა ჩვენ ვეხებით საერთოდ სამხედრო დაწესებულებების კონგლომერატს ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენს მოსახლეობას უთხრათ ბევრმა არ იცის ალექსეევკის დასახლებაში იყო პილოტთა სპეცსკოლა. ომის მერე გააუქმეს ის მართალია. იყო კიდე მეზღვაურთა, ანუ სადაც დღეს არის განათლების სამინისტრო იმ მეფის დროს აშენებულ შენობაში, გიმნაზია იყო ადრე, ხო და აი იქ იყო გაახსნილი ნახიმოველთა სკოლა. ნუ სურათების არსებობს, რომ იქ ფონზე პატრია ნახიმოველები რო არის გადაღებულები, საზღვაო ფორმაში ხო, მაგრამ მე ეს ნახიმოველთა სასწავლებელი კი არ გააუქმეს. არამედ შერწყმა მოხდა რიგის ნახიმოველთა სასწავლებელთან. გარდა ამისა, ომის დროს, რადგან გერმანელები აწვებოდნენ და მოდიოდნენ ჩრდილო კავკასიაში, იქ დერბენტში იყო, დარუბანში იყო სამხედრო ქვეითთა სასწავლებელი, რომელმაც დისლოკაცია შეიცვალა, არ გაუქმებულა, დისლოკაცია შეიცვალა და გადმოიყვანეს თბილისში. და აი ჩვენ წეღარ მოვდიოდით, მე თქვენ გეუბნებოდით, ხო, ის იყო გახდა თბილისის სამხედრო სასწავლებელი, თუ არა ერქვა დარუბანდის მეორე სამხედრო სასწავლებელი, იმიტომ პირველიც იყო, ხო, ძველი ტრადიციების ხო, ძველი ტრადიციების ხოლმე სასწავლებელი იყო, ნუ ეს 52-55 წლებში ეს სამხედრო სასწავლებელი ცხონებელმა მამაჩევა დაამთავრა და წელს ზუსტად სექტემბერში 70 წელი სრულდება, რაც მან დაამთავრა ეს სასწავლებელი. სხვა შორის უნდა ითქვას, რომ ეს სასწავლებელი ბევრმა ქართველმა დაამთავრა და საწყისი ეტაპის მას განათლებას აძლევდა. საკმაოდ კარგი ისინი ყავდათ იქ მასწავლებლები, სულ ომ გამოვლილები და ნუ დამსახური ადამიანები და ეხლა არ შეიძლება არ გავიხსენოთ ამ სასწავლებლის პირველი უფროსი იყო გენერალ-მაიორი ხუბულური ვასილი დავიდოვიჩი, ძალიან ესეთი მამასავით, მამაჩემი იძახდა, მამასავით იყო ჩვენთვის. საჭმელსაც კი პირადად სინჯავდა, რომ ხო, იმიტომ რომ ეხლა ბევრი ჩემთან ვინც სწავლობდაო, ძირითადად ომში დაღუპულების შვილები ვიყავითო. მათ თუ შეიქმნეს სასწავლებელი. ხო, პრაქტიკულად ხო, არა, მათთვის შეიძლება არ შეიქმნეს. ხო, რეალურად ეგრე იყო, იმიტომ რომ თბილისში რამდენი იყო ასეთი ოჯახი არა? თელავის სამხედრო სასწავლებელი. თელავშიც იყო ეს სამხედრო სასწავლებელი, რატომ ვიცი? თელავის სამხედრო ეგ როგორ იყო? გენერალ ყურაშვილი. არა, არა, მე გეტყვით. თელავში უბრალოდ სასწავლებელი არ იყო. თელავში იყო საზენიტო артиლერიის სამხედრო სასწავლებელი. რატო ვიცი? სადღაცა წავაწყდი მე ერთ-ერთ საიტზე ნიშანს, რომ საზენიტო артиლერიის თელავის სასწავლების 50 წელთან დაკავშირებით რუსეთში ვიღაცამ გამოუშვა. მაგრამ ვერ მოვასწარი მე. ვერ მოვასწარი. და იცით მე კიდე რა საინტერესო ფაქტია, ქუთაისში იყო ესე იგი როგორც ლესელდის სასწავლებელი იყო, ისევე იყო იქ NKVD-ის, ანუ შინაგანი ჯარის სასწავლებელი იყო. თქვენც იცით ხო? იყო, როგორ არის, მარტო ქუთაისში კი არა. არსად ქუთაისში იყო ქუთაისის ოლქის. აი ქუთაისის ოლქის. აი როგორ იყო, იცით? ოკრუგოვი არ იყო მაშინ. არა, ხო, აი ხო, ოლქები ხომ იყო? თბილისის ოლქი კომუნისტური გაყედა. კი ბატონო. ეს სანტისო ქლუხორიზამის რაიონი. 53 წლამდე, ანუ სტალინის პერიოდს ვიზახი, იყო ქუთაისის ოლქი და აქ იყო თბილისის ოლქი იყო.
ქუთაისის ოლქისთვის უშიშროებისთვის შეიქმნა სკოლა ქუთაისში და თბილისში შეიქმნა ანალოგიური სკოლა ვაკის პარკის პირდაპირ იყო შენობა. ის შენობა ეხლაც არის. კოლონებიანი სახლი. ხო, იქ იყო მაგითი სასწავლებელი, ნუ სპეცსკოლა იყო. სპეცსკოლა. ხო, სპეცსკოლა იყო, როგორც ახლა ჩვენ რო ხოდა უშიშროების აკადემია რო არსებობდა 2005 წლამდე, დაახლოებით ასეთივე სპეცსკოლა იყო იქ მაშინ, მაგრამ მე გაუხდა ოლქებიდან, ნუ მე სტალინის სიკვდილის მერე ბევრი რაღაცა სხვანაირად წარმოიშვა. მაგრამ ყველა დროში იყო ეს. საბჭოთა პერიოდში მილიციის სკოლა იყო. სკოლა არ იყო, ფაკულტეტი იყო. სკოლა იყო მოსკოვში. ფაკულტეტის ფილიალი. კი ბატონო, შესაძლოა სკოლა იყო მოსკოვში, ცენტრალიზებული და ფაკულტეტები იყო აქ. აი თქვა, აქ იყო თბილისში, თბილისის ფაკულტეტი. ბევრს ვიცნობ მე, ვისაც ჰქონდა დამთავრებული თბილისის ფაკულტეტი. ასეთვე ფაკულტეტი. აი პირველი კურს დამთავრებული ნოვოჩეკასკში. პირველი კურს დამთავრებული იყო ცნობილი გენერალი მილიციის გენერალი, საბჭოთა მილიციის გენერალი, მე აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ასეთი მიქელაძე, ჯიმი მიქელაძე ეს იყო ხო, ნუ ლეგენდარული პიროვნება. ის იყო პირველი კურს დამთავრებული და მე მახსოვს სიამაყეს გრძნობით ყოველთვის ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ეს ფაკულტეტი დაამთავრა. არა, მე შემდგომში აკადემიას დაამთავრა და რასაკურველია, კი, ყველაფერი მე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ის პირველი იყო და ყოველთვის არაჩვეულებრივი ავტორიტეტის მქონე იყო და ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. კი. ინტელიგენტური პიროვნება იყო ძალიან. ხო და როცა ვლაპარაკობთ საერთოდ ამ სამხედრო განათლებაზე, ხო, მარტო იმაზე კი რომ გავაკეთო აქცენტი რომ სამხედროზე. იქ უშიშროება იყო ბატონო, იქ რა ქვია, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. სხვადასხვა იყო, რა ვთქვა, ეხლა როცა ჩვენ ვლაპარაკობთ 18-21 წლებზე, კი შეიქმნეს ქართული სამხედრო სკოლა, მაგრამ როცა ჩვენ ტექსტებს ვკითხულობთ, იქ წერია, რომ ავტოსკოლა შეიქმნა. ნუ ახლა სკოლა არ იყო, ეს იყო უფრო როგორც ფაკულტეტი, ხო? ავტოსკოლა შეიქმნა, მესანგრეთა სკოლა შეიქმნა, ავტობრანეტანკო, ანუ ფრინავთა სკოლა შეიქმნა, ხო? მაგრამ ეს სკოლები ხო ძალიან სერიოზული რასაკურველია. ფრინავი მაჭავარიანი, ქებუროვი, იყოს ყველაფერი. კი, მაჭავარიანი ცნობილი პიროვნება იყო. შიუკაშვილი, კი ბატონო. ქებურია ქებუროვად ეწერა რატომაც იქ მაშინ. ქებუროვი იმიტომ ეწერა, რომ ეს მეფის შიუკაევად, კი, ესე შიუკაშვილი მე საკმაოდ ცნობილი ფრინავი იყო, პოლკოვნიკი იყო საბჭოთა არმიას, კი, სხვა შორის, კი. თვითონ ეს ქებურიას ლენის ორდენით იყო დაჯილდოებული. ნუ მაშინ აძლევდნენ იმ პერიოდში ლენის ორდენს. ქებურია პირველი პრაქტიკულად, ქებურია პირველი ფრინავი იყო, ხო? ხო, მაგრამ პირველმა გადაუფრენა თბილისის მუშტაიც, მეგობრდი. მე ძალიან ცნობილი ფრინავი იყო საღარაძე, აი თუ ხო, აი მოგილევს კიდე. ცნობილი პიროვნება. ისე სხვა შორის არის საუბარი, რომ მაგან ეს მიზან მიმართულებს გააკეთა. თითქმის ესე იყო და ალბათ ახლა უპრიანი იქნებოდა მასზე ალბათ საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მონიჭება. ასე. ხო, ნუ დადგინდება, რომ ეს მაგან მიზან მიმართულად გააკეთა, მაშინ მაგას ეკუთვნის ეროვნული გმირის წოდება და ჯალათები ფაქტურად მოაშორა. იმიტომ რომ მას პირადული მომენტი ჰქონდა. დიახ, მისი ძმა იყო და ხო, დახვრეტილი იყო და ეს პირადული მომენტი მან გამოიყენა. ბატონო, მე ბოდიში რო თავისუფლებას ვაძლევ და ხო არ შევეხოთ ამ სასწავლებლის დღევანდელ პრობლემებს, რომ გორში რო არის დიფუზია. კი, აუცილებლად უნდა შევეხოთ. სრთულებს, რატო უნდა იყოს გორში ეს სასწავლებელი? არა, იცით, ჩვენ ამასიანათაც ვილაპარაკეთ, მე მგონი, ნება უნდა იყოს ხელისუფლების. ნება სანამ არ იქნება ჩვენ აქ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ მართალი ძალიან ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ხო, მაგრამ ჩვენ ეს ჩვენი პოზიცია მაინც უნდა დავაფიქსიროთ. საქმე იმაშია, ბევრთან მქონია მე საუბარი ამ თემაზე და მეუბნებიან, აი ეგეთი ინფრასტრუქტურა თბილისში არ არის. ერთადერთი რაზეც აქცენტს აკეთებენ, ეგეთი ინფრასტრუქტურა, მაგრამ კი შეიძლება და საბრძოლო მოქმედებების არეალში სამხედრო სასწავლებლების გადატანა. როცა მოწინააღმდეგე შენ ყავს ხახაში ჩაუგდეს ფაქტურად მტერს რა. ხო, მაგრამ იცით საქმე რა შეა? ამდენი საწყობები, ან მე უშუალოდ მსახურობდი მაგ პერიოდში და მე რას ფიქრობ, იცით, ბაგდონამო, მე რას ფიქრობ, იცით, რომ საერთოდ აი ამ ეს საკითხი ვინც მიიტანა მაშინდელ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ნუ ახლა მაშინ ოქროაშვილი იყო. ირაკლი ოქროაშვილი იყო მაშინ. ხო, მაშინ იყო, მაგრამ ის კაი მიუტანეს ეს ინფორმაცია და ხო უნდა გაერკვა. იქნებ არაა საჭირო. რო ეთქვა მაშინდელ მინისტრს, რომ არ გადავიტან და არ გადმოიტანდნენ. ინიციატივა მაგისი იყო პირიქით. არა, მე როგორც ვიცი, მას მიუტანეს ეს ინფორმაცია.
და არ გაერკვიენ ბოლომდე. ამიტომ რაც მოხდა, ხალხი იცი როგორ წვალობს. აქედან წადი, წამოდი, ტრანსპორტით, ამბით, ამდენი წელიწადი არიან, ახლა მეც დავდიოდი იქ ტრანსპორტით, მაგრამ ნუ მე ცოტა ხანი მომიწია, იმიტომ რომ მე ჩვენ აი ნახეთ თქვენ რა ლამაზი სამხედრო კადრების სამჭედლო. უზნიცოა ხო და ესე იგი რომ სამხედრო კადრებს ვინ უნდა გამოუშვას? ცნობილმა პროფესორებმა და მასწავლებლებმა, რომლებიც ასაკში არიან და მათთვის ძნელია გორში სიარული, ეს უნდა იყოს აუცილებლად თბილისში. და ესე იგი ის არის რომ ეძახიან კადრი რიშავი всё, კადრები წყვეტენ ყველაფერს. ბატონი ლევან იზორიას და ბატონ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დიდი მეცადინეობით მოხდა. ეს რომ ამ წიგნმა მადლობის მედი რა გვიქვის. ჩვენ კი მუშაობდით, მაგრამ მადლობა რომ თავდაცვის სამინისტრომ აიღო ეს თავის ხელში და გამოიჩინა კეთილი გამოიჩინა რასაკურველია და ჩვენს აი ნახე რამხელა მასალები გამოვიყენეთ ყველაფერი და აი ნახე მთელი ეს აი ჩხეიძე არის აქ აი პატარა ოფიცერი აი იმპერიოზის აი რომელიც მერე გახდა უკვე ქართული სამხედრო სკოლის უფროსი პოლკოვნიკის რანგში აი გენერალი უკვე გახდა იქ პოლონეთში გახდა გენერალის ისა 93 წელს გარდაიცვალა მე მახსოვს ეს დარბაზი ეხლა აქ შესყიდვები არის ხო აბა ეხლა ნორმალური მოვლენაა და ეს ყველაფერი დაიკარგა იქ არის სამი იმპერატორი არის მაგ დარბაზში ნამყოფი სააქტო დარბაზი აი ეს ყველაფერი არის შემონახული მაგრამ ის არის შებათქაშებული არა შეღებილი არა ის არის გაკეთებული რა ქვია აი ეს დიქტოკარდონი როა და სხვა. თორე ეს არის, ეს არავის არ მოუსპია. შეიძლება მაგას ყველაფერი, აბა რა, ნება იყოს, კაცო, ეს ყველაფერი დაფარულია დიქტოკარდონით, მეტი არაფერი. ეს იყო საცეკოვო დარბაზი. მაგრამ ჩემ დროს იყო ფიზკულტურის, არა, ფიზკულტურის დარბაზი იყო, ხო? მე სასწავლებელში აქ ასწავლიდნენ ცეკვას, ფარიკაობას, რაღაცა, მაგიდან სამეჯლისო ცეკვა. სამეჯლისო, ო, ეს სუფრასთან მოქცევის წესები. რასაკურველია, ხო? ხატრულ ლიტერატურას აცნობდნენ. ჩვენი რამდენი ცნობილი. აი, ცნობილი შაითან კაპიტანი. დაამთავრა მან ეს სასწავლებელი. ხო, იმიტომ რომ სხვა არ იყო, ხო? აი, ეკლესია. აი, ეკლესია. ესე ეგეთი იყო, აი, უყურეთ აქ ფასადური შენობა მერე მიაშენეს უკვე. ძირითადად იყო ეს. ალბათ უკვე საბჭოთა პერიოდში იქნება. არა, მაშინაა მიშენებული, უბრალოდ ეს არის რა. აქ ისეთი საარქივო მასალები არის აქ. ნახეთ. როგორი იყო სამხრეები, რა ჟეტონები იყო. აი ნახეთ ესე. და ახლა უნდა ითქვას რომ თქვენ რამდენმა აი ამ ეხლა რუსეთში ვინც არიანი ყოფილმა ვეტერანებმა აი სრული გამოთქვეს რომ ეგ რუსულ იმაზე რა იყოს ენაზე ეს ციგნი სიამოვნებით შევიძენთითო და ამას თარგმნა შეიძლება აი ხლა გამოუშვეს მაგ საიუბილეო სამკერდე ნიშანი ვიცი ხო და ის კი არ დააწერეს ეხლა ისევ თბილისის სარტერო სასწავლებელი ის ხო ნუ ვიცი ნავაჟილოვი არის ის მაგის უსტაბაში ასე ვთქვათ ვეტერანთა ხო რომელიც უდგას იქ საიტია შექმნილი სპეციალური მანდ ეკატერინბურგში და ამ რასაც ვაკეთებთ ჩვენ აქ პრაქტიკულად ის აკეთებს ამას იქ აკეთებს რა. ეხლა ეს საშინელება ხდება რაც რუსეთ-უკრაინის ომია და იმედია დამთავრდება ამდენი ხალხი იღუპება და აი ამ გინდა ერთი გინდა მეორე ხა ესე იგი რომ არ შეიძლება რომ ამდენი ხალხის ბედი წვეტდეს ვიღაცა არა ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანი რა. ნუ ეხლა რუსეთს თავისი პრობლემა უკვე მილიონზე მეტი დაღუპული სახით ყავს ხო და იცით რა ალბათ ნუ ხო დამთავრდება ხო უსასრულოდ მაგრამ ხალხი უკვე მილიონზე მეტი დაღუპული ყავს ხო აბა უკრაინაში კიდე რამდენია აბა მანიპულირებენ ეს ვიღაცა მანიაკები შეიძლება ითქვას აი მთელი საშტატო განრიგია ეს აი სამკერდე ნიშანი ხო ნიშანი სამ ნიშანში ნახეთ უყურეთ ავიაცია არის ხო ეს მაშინა ეს ნიშნავდა თქვენ რომ ბრძანეთ იმას საავტომობილო იმას ფაკულტეტს ავტომობილისტებს და ავიაციას თითქმის ერთნაირი სიმბოლოები ჰქონდათ საბრძოლო მოქმედების რუკები არის ოჯორ ტაბახმელის საალსს გავიდნენ და იბრძოდნენ არა საინტერესო არის სხვადასხვა ბევრი არის საინფორმაციო მასალა საინტერესო ყველა პერიოდებს მოიცავს ყველა პერიოდებს ძველ პერიოდს და დღევანდელ პერიოდსაც მოიცავს. ეს კაი საქმე გაკეთდა. ნამდვილად. მაგრამ ახლა მაგას ცოტა ის უნდა კიდე დაშლიფება უნდა და მეორე გამოცემა ალბათ იქნება რა კიდე და უნდა იყოს. შესრულებები და დამატებები სადაც აი. მაშინ ჩვენ უნდა შევთავაზოთ თავდაცვის სამინისტროს რომ ისე თავდაცვის სამინისტროს აზრი არ აქვს ალბათ. არა. თავდაცვის სამინისტრო ხელფასებს არ გვაძლევს გაყინულს ამას დაგვიფინანსებს ზუსტად. თანახმარ უნდათ ჩვენი.
ხო, აქ ბევრი არაფერი ისეთი შეცდომა არ არის, იმიტომ რომ არჩილ ჩაჩხიანი იყო ჩვენი მეგობარი, ამისი რედაქტორი და მართლა მეცნიერი რა, აი მე ხო სარგებლობ ეთერით და არ შეიძლება რომ არ თქვა. ლომის სტილი ამ წიგნის შექმნაში მიუწვეს არჩილ ჩაჩხიანს. დახვეწილი ისტორიკოსი არის, ღრმა მცოდნე სამხედრო და პატრიოტი. ხელოვნების და რასაკვირველი პატრიოტი, რასაკვირველი ხო და ხო ჩვენ მადლობის მეტი ჩვენ კოლეგები ვართ და წლები ერთად მოვდივართ და ამიტომ კარგია რომ მის ხელში მოხდა ეს წიგნი და იმან გაუკეთა მთლიან იმედია პატარა საიდუმლოც თქვათ რომ აი გვარდიაზე და ვერ გამოჩნდა ერთი რომ ეს დააფინანსოს რა არაფერი არა მე უბრალოდ გული მიკვდება რაზე ხა ჩვენ ახლა არა ვდგევართ ხო ადგილზე ანალოგიური ნაშრომი გაკეთებული უკვე გვარდიაზე და ის ელოდება რას დაბეჭდვას ეს ერთი და მესამე კიდე წიგნი რომელიც აი სამტომოილოთ უნდა იქცეს ეს პირველია მეორე გვარდია და მესამე უმაღლესი რანგის ქართული არა უმაღლესი რანგის სამხედრო საზღვაო მოღვაწეები საქართველოსდან და ეს უკვე იქნება ნუ ძალიან დიდი შეუსწავლელი თემაა ხო ეს არის შეუსწავლელი თემა და ჩვენ ხო სულ ზირადად ხმელეთის სახმელეთო ხო იმაზე მუშაობთ ისტორიაზე და სამხედრო საზღვაო საქმე გვაქვს შეუსწავლელია და ამიტომ ახლა ბატონი არჩილი რედაქტირებას უკეთებს იმ ნაშრომს სამხედრო საზღვაოს და ვნახოთ ახლა იმედია გამოჩნდება ხო მე მგონი გამოჩნდება ხო გამოჩნდება აუცილებლად გამოჩნდება ვიღაცა და მაშინ ჩვენ ფაქტიურად ახლა მაგ წიგნს იმაზე ბევრად ნაკლები ჭირდება ვიდრე მერიის ერთი კორპორატივს ჭირდება რომელიმე რესტორანში რა არა ნუ ჩვენ არავის არ აინტერესებს უნდა მიმართოთ ჩვენი სამხედრო ისტორიის საზოგადოება მიმართავს ალბათ სათანადო ინსტიტუციებს და მე მგონი რაღაცას გამონახავენ იმედი ვიქონებთ კი მე მგონი რომ ეს ყველაფერი გაათიქნებოდა და საერთოდ მე მაქვს პერსპექტივაში მე არტო მე რა ჩვენ ყველას ეგეთ იდეა რომ რაც კი სამხედრო სასწავლო დაწესებულებები იყო საქართველოში უნდა გაკეთდეს ერთიანი ნაშრომი ნუ ყველაფერი იქნებოს თქვათ პირველი და სამხედრო სასწავლებელი სამხედრო საზღვაო იმიტომ ბათუმში სამხედრო სასწავლებელი იყო სკოლა მლადში ხაფიცერო შმო გახსოვთ თქვენ იყო იქა ну მე ფოთში ბაზა ქონდათ ფოთში ბაზა იყო იქაც კურსები იყო რაღაც ხო და საერთოდ ეს ისეთი თემა შეუსწავლელი თემა არის ხო ეხლა ბათუმში ჩვენი ბატონი მიხეილი ბაჯელიძე ძალიან ესეთი ადამიანია ამ საქმეს უდგას სათავეში კაცი ლეგენდა რო ითქვა კაცი ლეგენდა ხო ენთუზიასტი და რო არა ვთქვათ მისი დამსახურება საზღვაო საქმეში მართლები არ ვიქნებით ხო ფაქტია და ამიტომ ამ საქმეს მაგი უფრო კარგად იცნობს და უნდა კიდე გააკეთდეს იქ სამხედრო საზღვაო მუზეუმი რაღაცა. ნუ ჯერჯერობით არაფერი არ არის ისეთი, მაგრამ ის ადამიანი ცდილობს რომ რაღაც გააკეთოს. ამიტომ ჩვენ ურთიერთობაში ვართ ერთმანეთთან და პამერი возможности, როგორც იძახიან, ხო? ნუ მე ვფიქრობ რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემა იყო ძალიან ნაყოფიერი საინფორმაციო სახით ჩვენი ტელემაყურებლებისთვისაც და აი მომავალში ჩვენ განვაგრძობთ ამ თემას, იმიტომ რომ მარტო ერთი გადაცემა არ არის ფიზიკურად აი ამ სამხედრო განათლებას ჩვენ გაძლევთ სიტყვას რომ მომავალი ჩვენი გადაცემა აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ აი დღეს რა ხდება აკადემიაში რა პერსპექტივა აქვს რა პერსპექტივები არის ტექნიკური ხრივ რა ის ნაბიჯები იდგმება მარტო ის ხო არის ხმალით და წახვილებაზე რა დღევანდელი მაგრამ ჩვენ მაინც ვიქონიებთ სურვილს რომ ადრე თუ გვიან სამხედრო აკადემია აუცილებლად უნდა დაბრუნდეს თბილისის კედლებში აუცილებლად აქაც ინფრასტრუქტურა უნდა მომზადდეს ისეთი რომ აკადემია დაბრუნდეს ნუ არ შეიძლება რომ იყოს ასე შორს. ჩამოვიდა სტუმარი, სიტყვაზე ვიძახი. უნდა წაიყვანო გორში. რატო როცა შუაგულ თბილისში იყო ყოველთვის არა? აქ იცი რამდენი სტუმრები ყა ჩამოყავდათ? კი. პოლონეთიდან, გერმანიიდან, კადიროვი, მასხადოვი. კადიროვი არა. მასხადოვი, რომელიც კურსს მასხადოვი იყო. მასხადოვიც კიტიშვილთან ერთად, შუბლაძესთან ერთად სწავლობდა, ჩვენ გენერლებთან ერთად სწავლობდა, ნიკოლაიშვილთან. თენგიზ ოშხერელთან ერთად სწავლობდა. ხო, გარდა ამისა, აქ ბევრი უცხოელები სწავლობდნენ, მონღოლები სწავლობდნენ აქ.
ვიეტნამელები ვიეტნამელები ძალიან ბევრი. ხო. ამიტომ ეს თემა ამოუწურავია. მარტო 66 საბჭოთა კავშირის გმირი არის ამ კედლებში, რომ ვინც ისწავლა. ჩვენი ოთარ კობერიძე აქ სწავლობდა ჩვენი სასიქადულო მსახიობი. და გარდა ამისა რა, არტილერიის კაპიტანი. კაპიტანი იყო. ომი დაამთავრა კაპიტნად. ომი. ხო და ეგეთი ამბებია. მოკლედ დაგემშვიდობებით ჯერ ტელემაყურებლებო დღეს სტუდიაში ვიყავი მე მამუკა გოგიტიძე და ვიცე-პოლკოვნიკი თადარიგის მამია გოგულაძე. კარგად გრძელდებოდეთ. ნახვამდის. ნახვამდის.